ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდი ჩვენ და უკრაინელები. წელიწადში ორჯერ ქონდა კონსულტაციები ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. ერთხელ კიევში, ერთხელ თბილისში. და უცბად ეს პროცესი რადიკალურად გააჩერეს, არაბლოკური სტატუსი გამოაცხადეს და ქვეყანამ რეალურად აირჩია ნეიტრალიტეტი. ნეიტრალურ ქვეყანას დაესხა თავს რუსეთი, ისტორიაში შეცდომა აღმოაჩინა, ეს შეცდომა დაჯდა ყირიმის ფასი და ასევე კიდევ მეორე შეცდომა დაუშვიათ უკრაინელებს ისტორიაში და მეორე შეცდომა დონბასში ომის ფასი დაუჯდა ნეიტრალურ უკრაინას. ამის გარდა კიდევ ერთი უახლესი ისტორიიდან მაგალითი ძალიან ეფექტური, ეს არის მოლდოვა. მოლდოვამ საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ნეიტრალური ქვეყანაა. მაგრამ დღეს მოლდოვას ზუსტად იგივე პრობლემები აქვს, რაც საქართველოს. ერთადერთი განსხვავება მოლდოვის ტერიტორიების დამოუკიდებლობა არ აქვს აღიარებული რუსეთს, თორე ჯარი უყენია მოლდოვის ტერიტორიაზე მოლდოვის მებართვის გარეშე და ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და იმ ტერიტორიებზე ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი ქვეყანა ფუნქციონირებს. შესაბამისად, ჩვენს დღესაც ვიქადაგებს იგივე ძალა, ვინც 20, 10, 15 და 30 წლის წინ ქადაგებდა ამას, ამავე ძალის მხარდაჭერით მოხდა ამ ქვეყნებში ესა და შედეგად მიიღეს ეს შედეგი, რაც მიიღეს. ოკუპირებული ტერიტორიები, ანექსირებული ტერიტორიები უკრაინის შემთხვევაში და ასე შემდგომ. შესაბამისად ამ ადამიანებს ელემენტარულად სულელები ვგონია, რომ დღეს ჩვენ უნდა დავიჯეროთ თურმე ნეიტრალიტეტია ჩვენთვის. ანუ ჩვენ თავარი პრობლემები რაც წარმოგვექმნა ამ ქვეყანაში წარმოგვექმნა 1991-92 წლებში, ხო? 93 წელში ჩვენ ნატოში შევდიოდით, თუ რატო დაგვარყვა ტერიტორიები რუსეთმა? საერთოდ არ ვიცოდით შეიძლება. ნატოს აბრევიატურას ვერ გაგშიფრავდა ალბათ მინისტრთა კაბინეტის წევრების უმეტესობა 92 წელს, ხო? ხო, ერთი ეს კაცი ყავდა, რომელიც ქადაგებდა ნატოს სხვათა შორის. ხო და ანუ თუ ნეიტრალიტეტის და ჩვენი ნატოში სწრაფვის ბრალია ყველა ჩვენი უბედურება 92-ში ნატოში შევდიოდით, თუ გუთმისანები არიან და 10 წლით წინ გათვალეს რუსებმა ის, რასაც 10 წლის მერე გამოაცხადებდა ევოარ ჩევარდნაძე. 10 წელზე მეტია გასული, ანუ ხო? შესაბამისად ეს სამი ანუ ერთი მხარიდან მოდის ეს, ერთი გზიდან ვიღებთ ამ დაწოლას, ეს დაწოლა მე როგორც ვატყობ ეს გააქტიურდება და გაძლიერდება, სავარაუდოდ ამისთვის ამზადებენ ქართულ საზოგადოებას, უკვე გაჩნდა პოლიტიკური პარტიები ამ სახელწოდებით. თურქმენეთის 30 წლის. ხო, ახლა ამ წუთას ჩვენი ხელმძღვანელობა, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობა აგერ ზეიმობდა თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 30 წლის თავს. ეს სავარაუდოდ გაძლიერდება, ეს უნდა ამას უნდა დაუპირისპიროთ, ამიტომ მოვიყვანე ეს მაგალითები, უნდა დაუპირისპიროთ ფაქტები, მაგალითები და ერთი წარმატებული ნეიტრალიტეტის შემთხვევა და кейსი ჩვენს რეგიონში, ჩვენ მოცემულობაში. ანუ ნეიტრალიტეტი გამოსავალი არავითარ შემთხვევაში არ არის. ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ჩვენ მარტო ვრჩებით რუსეთთან. ეს უნდათ რუსებს ზუსტად, რომ ჩვენ დავრჩეთ მარტო მათ წინაშე. ამიტომ ეწინააღმდეგება რუსეთი ნატოს გაფართოებას. რუსეთს ნატოს არ ეშინია, ეს ცდარია. ეს სოფხედველობრივად არის ცდარი, ეს უნდა დავიჯეროთ. ჩვენ ვცდილობენ წარმოაჩინოთ, რუსეთს ეშინია ნატოს გაფართოების. რუსეთმა ზუსტად იცის, რომ 32 დემოკრატიული ქვეყნისგან შემდგარ ალიანსში ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდება გადაწყვეტილება, რომ ეხლა წავიდეთ და რუსეთს დავესხათ, ყველაზე დიდ ბირთვულ სახელმწიფოს დავესხათ თავსო. ეს გადაწყვეტილება ნატოში ვერასდროს ვერ მომწიფდება. შეუძლებელი. ამას 32 კი არა, 10 ქვეყანაც კი ვერასდროს ვერ მოაწერს ხელს. ყველას რო ტვინი გადაუბრუნდეს. ეს წარმოუდგენელია, მაგრამ ისინი ზუსტად იმიტომ ეწინააღმდეგებიან ნატოში გაწევრიანებას მისი მეზობელი ქვეყნებისა, რომ მათ არ ქონდეთ თავდაცვის ინსტრუმენტი, ისინი მოწყვლადი არ იყვნენ რუსული საფრთხისადმი და ისინი მუდამ ცხოვრობდნენ რუსული შანტაჟის ქვეშ. ეს შანტაჟი უნდა ეხებოდეს უმეტესად საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მეორე მხრივ საშინაო პოლიტიკასაც, იმიტომ რომ იმ საგარეო პოლიტიკის საწარმოებლად, რომელსაც რუსეთი მთავაზობს, საშინაო პოლიტიკაც შესაბამისი უნდა იყოს.
ანუ პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ რუსეთთან გავლენის სფეროში დაბრუნების შემდგომ საგარეო პოლიტიკის შეცვლა მოგვიწევს. საგარეო პოლიტიკას მოყვება საშინაო პოლიტიკა, იმიტომ რომ დღეს ასეა სამწუხაროდ რუსეთს ხავს მხოლოდ დაბალგანვითარებული მოკავშირეები. თქვენ ვერ დამისახელებთ ქვეყანას, რომელიც განვითარებულია და არის რუსეთის მოკავშირე. ჩინეთი არ მითხრათ, თქო, ჩინეთი რუსეთის მოკავშირე არ არის. სიტუაციური მოკავშირეა და ელოდება იმ დროს, როცა რუსეთი საკმარისად დასუსტდება იმისთვის, რომ რაღაცები წაართვას. სხვა მოკავშირე არ ყავს მას, რომელიც განვითარებული, ყველა განვითარებელი ქვეყანა. ანუ ჩვენ თუ გადავწყვეტთ, რომ რუსეთის მოკავშირე გავხდეთ, როდესაც არა იმას გადავწყვეტ, რომ საგარეო პოლიტიკა შევწვალოთ, არამედ გადავწყვეტ იმას, რომ ჩვენ შვილებს შევთავაზოთ განვითარებელი ქვეყანა და მომავალი. ანუ არჩევანი ამის წინაშე დგას. განვითარება, ანუ განვითარებლობა. არ არის ეს საგარეო პოლიტიკური არჩევანი. ეს შეეხება ყველაფერს შიდა პოლიტიკას, ეს შეეხება განათლების სფეროდან დაწყებული, რა ჯანდაცვის სფეროდან დამთავრებული ყველაფერს. რაც შეეხება ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებას, რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დასრულება, როგორც არ უნდა დასრულდეს, როგორ დასრულდება ის არავინ არ ვიცით. უკრაინაში ომის დასრულების შემდგომ დაიწერება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ძველი დაინგრა, რუსებმა დაანგრიეს. ამ ახალ არქიტექტურაში საქართველოს როლი რა იქნება, ეს იქნება გადამწყვეტი ჩვენი მომავლისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველო ამ ახალ არქიტექტურაში ახალი რკინის ფარდის ბნელ მხარეს არ მოხვდეს, ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ რადიკალურად შევცვალოთ ის კურსი, რომელ კურსზეც ეხლა მოძრაობთ. ამ კურსის მოძრაობის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ბნელ მხარეს მოვხვდებით და ეს სიბნელე სავარაუდოდ ხანგრძლივი იქნება, იმიტომ რომ ეს გადალაგება, რომელიც ეხლა გადალაგდება, სავარაუდოდ რაღაც პერიოდი გაძლევს. 10 წლეულები მაინც გაძლევს, როგორც პოსტ-ცივილომისეულმა გადალაგებამ გაძლო აგერ 30 წელიწადი, ხო? და ღმერთმა იცის, ეხლა ახალი გადალაგება რამდენი ხანი გაძლევს. შეიძლება მეტი გაძლოს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, შავ მხარეს დარჩენა ამ ქვეყანას დააბრუნებს შავ წარსულში.